დღეს 22 საათზე. ყველა ვნახეთ პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები. ქართული ოცნების ზოგადი პოზიცია იყო, რომ ეს კადრები ახალი არ არის. ისე მართალია, კაცო, რა შუაშია აქ ქართული ოცნება, როცა 2021 წელს ნაცები და ედიკას მთავრობა კი არა, ნოე ჟორდანიას მთავრობა იყო ხელისუფლებაში. სტუდენტი თუ გაჭიუტდა უნდა განახორციელო წნეხი. ახი რომ შემოდის ჩემთან კაბინეტში, იწყება იქიდან. როგორ ახალი მოსული. რამდენი კახი შემოვა და გაახეცკარ შემოვარდება და რა ხდება? თუ არ გჭირდებათ ლიდერი, გახდება ფაშასავითა. თქვენ კი იქნებით მუდმივად ბიძინას ნაშასავითა. ჩვენს რესპუბლიკაში იზრდება თავისუფალი მედია. 2012 წლის შემდეგ ჩვენ ქვეყანაში არასოდეს შეზღუდულა თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი იაზონი, რაც ეს ვიცით. და ზოგადად რომ იცოდეთ, კოლხეთის მედია იყო პირველი ჟურნალისტი ქალი და მაგის მერე დაერქვა მედიას მედია. გვაცადე და გაჩვენებთ ქოცების გასტუმრებასა, ვუშაობთ მალე წარვადგენთ ამ გზის 20 წლიან გეგმას. ურეკა. Извините, მე ვხარი. გაწუხეთ ამ შუაღამისას, მაგრამ პრობლემა გვაქვს საზღვარზე, ჩვენ ერთ-ერთ მსახიობს პასპორტი არ აქვს. Какая проблема? $50 есть? თუ ბრალდებას ვერაფრით უმტკიცებ, ნარკოტიკი ჩაუწურე მაშინ. ივანოს შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანაზი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.